მოგესალმებით, ბათუმის ბულვარში ისევ იმართება აქცია. აქ შეიკრიბენ მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ მიმდინარე მშენებლობას, ამბასადორ ბათუმის მიმდინარე მშენებლობას. ისინი მიიჩნევენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე, რომელსაც აქვს ძეგლის სტატუსი, 16 სართულიანი შენობა არ უნდა აშენდეს. აქ საპროტესტო აქციები სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც შევიდა ცვლილება პროექტში და 4 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა შეიცვალა 16 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვით. გარკვეულწილად შეიცვალა ასევე ფუნქციაც და გადაწყდა, რომ მხოლოდ ბალნეოლოგიური ცენტრის სტატუსი არ ექნება შენობას და იქნება ასევე სასტუმრო. დღეს აქ ისევ შეიკრიბენ აქციაზე მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ამ მშენებლობას. ისინი რამდენიმე წუთი აქ იყვნენ შეკრებილები და მოითხოვეს კომპანიის წარმომადგენლის მოსვლა იმისთვის, რომ გასაუბრებოდნენ მას, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არ გამოჩნდა, არც სამშენებლო ტერიტორიიდან გამოსულა ხელმძღვანელი პირი აქციის მონაწილეებთან დასალაპარაკებლად, რამაც გამოიწვია აქციის მონაწილეების გაღიზიანება, მათ დაიწყეს სამშენებლო ღობეზე ბრახუნი, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია. ეხლა სწორედ მცირე დაპირისპირება არის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელიც იცავს ტერიტორიას. დღეს აქცია პირველ საათზე იყო დაანონსებული. ჩვენ აქ მოვედით ცოტა ადრე და ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეების მოსვლამდე უკვე იყო ძალიან ბევრი პოლიციელი აქ მოსული. პოლიციას ესაუბრებით უკანონო მშენებლობას თუ არის თქვენი განმარტები? ჩემი განმარტებით არა. ჩემი განმარტებით არა, ნაშვაშია. ჩვენ გონიათ ჩემი განმარტება. არა, მე ზოგადად თქვენ გესაუბრებთ. არა, ჩემი აზრი გონა რა. მე გესაუბრებ მე კონკრეტულად რა კანონია რა, კანონია ამ ვერ არა. Advocates, policia, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმის ბულვარში, შეფესე ამბასადორ ბათუმის მიმდინარე მშენებლობასთან, სადაც მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბულვარში 4 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა შეიცვალა 16 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვით, გარკვეულწილად ფუნქციაც შეეცვალა შენობას და ბალნეოლოგიურ ცენტრთან ერთად აქ იქნება სასტუმროც. მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების დღიდან აპროტესტებენ ნებართვაში